მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: იმისთვის რომ სრულყო გონება, უფრო მეტი უნდა იფიქრო, ვიდრე ისწავლო. ციტატის ავტორია მე-17 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი რენე დეკარტი. დღევანდელი ციტატა ეკუთვნის ადამიანს, რომელიც ნებისმიერ ცოდნაში, ნებისმიერი ავტორიტეტის დასკვნაში ეჭვის შეტანას ემხრობოდა. თვითონ იყო ძალიან ღრმად განსწავლული ადამიანი, მაგრამ ფიქრობდა, რომ სწორად მოქცევის აუცილებელი პირობა არის სწორად განსჯა. მხოლოდ და მხოლოდ ეს სწორად განსჯა. ესე იგი, იმისთვის, რომ ადამიანი სწორად იქცეოდეს, არ კმალა, რომ მან იცოდეს სწავლული ადამიანების აზრი ამა თუ იმ საკითხზე. არამედ აუცილებელია, რომ ყველაფერთან დაკავშირებით გაუჩნდეს ეჭვი, დასვას კითხვა, მოძებნოს პასუხი და აი ამ თავისი პასუხების შესაბამისად იქცეოდეს და ამბობდა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მისი ქცევა სწორიო. დღეისთვის დეკარტის პრინციპები ცხოვრება პირადად მე უტოპიურად მიმაჩნია და რატომ ვფიქრობ ასე? სანამ ამას გეტყვით, მანამ შეგახსენებთ ჩემს ტრადიციულ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, რომელიც კარგად დაგვანახებს დეკარტის ეჭვების შინაარსსაც და ციტატისკენაც გზას გაგვიხსნის. დეკარტი წერდა, რომ გრძნობები ზოგჯერ რომ გვატყუებსო, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მაგრამ ნუ თუ ისიც საეჭვოა, რომ აი ახლა ვზივარ აქ, ცეცხლის პირს, მაცვია სამოსი, ხელში ფურცელი მიჭირავს და მე პასუხობს, რომ დიახ, ამაშიც შესაძლებელია ეჭვის შეტანა, იმიტომ რომ რამდენჯერ დამსიზმრებია, რომ აი აქ ვზივარ, ცეცხლის პირს, სამოსი მაცვია და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეშიო ჩემს ლოგინში ვწოლილ ვარ და ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმრად მინახავსო. და ესე იგივე გრძნობადი შემეცნება, რომ საეჭვოა, ყველასთვის ნათელი უნდა იყოსო. აქვე მინდა ვთქვა, რომ დეკარტის ფილოსოფიის მცოდნები ამბობენ, რომ ამ ადამიანს მუდმივი ეჭვით და ყოყმანით თავი კი არ მოაქვსო. არა, პირიქით ცდილობსო, რომ რაიმეს მცდარობა ან არამცდარობა უტყვარი მსჯელობით გაამტკიცოს და მხოლოდ ასე მივიდეს ჭეშმარიტებამდეო და იქამდე მიდიოდა დეკარტის ლოგიკა, რომ ამბობდა, რომ 2x2 რო 4-იაო, ამაშიც კი შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთო. ამ განმარტების შემდეგ მინდა დავუბრუნდე დღევანდელ ციტატას. აი რას ამბობს დეკარტი: თუ გონების სრულყოფა გვინდა, ანუ მისი ამოსავალი წერტილი არის ეს, რომ თუ გვინდა გონების სრულყოფა და სრულყოფილ გონებას უწოდებდა ისეთ გონებას, რომელიც არავის და არაფერს არ უჯერებს თავისი საკუთარი ექსპერტიზის გარეშე. მაგრამ იმისთვის, რომ სხვების ცოდნა გადამოწმდეს, რა თქმა უნდა, ადამიანს ეს სხვების ცოდნა უკვე უნდა ქონდეს, ჭირდება ეს ცოდნა და შემდეგ უკვე ჭირდება ფიქრი ამ ცოდნაზე, კითხვების დასმა და დამოუკიდებელი პასუხების მოძიება. ახლა ავხსნი, რატომ ვთქვი, რომ დეკარტის პრინციპით ცხოვრება უტოპია მგონია მეთქი. თანამედროვე ადამიანი ინფორმაციული ნაკადებით გადატვირთულ ეპოქაში ცხოვრობს და ვიცით ყველამ, რომ დღეს მყისიერად არის შესაძლებელი ინფორმაციის მიღება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხდარი ნებისმიერი ამბის თუ მოვლენის შესახებ. ასევე მილიონობით სამეცნიერო ნაშრომია ხელმისაწვდომი, სტატისტიკური მონაცემები, არქივები, იქნება ეს მხატვრული ლიტერატურის თუ სხვა რამ ხელოვნების. ასე რომ ამ პირობებში, როდესაც ცოდნა არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, დღეს ჩვენ გვაქვს ერთი ყოვლის მომცველი პრობლემა და ამ გამოწვევის წინაშე დგას თითოეული ჩვენგანი. ეს არის ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ახალ რეალობაში ამ ინფორმაციულ ნაკადებში ნავიგაცია უნდა ვისწავლოთ იმისთვის, რომ გავარკვიოთ რა არის სწორი, რა არის არასწორი, რა არის ნამდვილი, რა არის ყალბი, რა არის ტყუილი, რა არის მართალი. მაგრამ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რა თქმა უნდა, ამის გარკვევა, მაგრამ მაინც ყურადღების კონცენტრაციას პირველ ადგილზე ვაყენებ, იმიტომ რომ შემდეგ ამაზე ფუძნდება ყველაფერი დანარჩენი. იმიტომ რომ ყველაფერი, რაც გვეხმარება
ეჭვის შეტანაში, კითხვის დასმაში, პასუხის მოძიებაში, ანუ დეკარტირისკენაც მოგვიწოდებს, ეს ყველაფერი ფუძნდება ფიქრზე, კონცენტრაციაზე და ამის გარეშე არაფერი არ იქნება. ეს არის პირველი. ასეთი ამბავი იყო ჩემი ოჯახის ახალგაზრდა წევრმა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და იქ სწავლობს, მაგრამ ხშირად ჩამოდის ხოლმე საქართველოში. ამჯერად რომ იყო ჩამოსული, ასეთი რამ მითხრა, ხედავ რომ ჩემ თაობაში არის ინტერესი ვეფხისტყაოსნის მიმართ და იქნება პოემი და რაღაც დეტალები მოგეძებნა, რომლებსაც წუთნახევრის განმავლობაში განმარტავდი და TikTok-ისთვის თუ მოამზადებდი, დარწმუნებული ვარ მაყურებელი გეყოლებოდაო. ამაზე მე ვუპასუხე ჯერთი წუთნახევარში რა უნდა განვმარტო ვეფხისტყაოსნიდან და მე მეორე წუთნახევარს რატომ მეუბნები TikTok-ზე ხო სამწუთიანი ვიდეოების ატვირთვაც შესაძლებელია მეთქი. ხო და იცით რა მიპასუხა? მე დარწმუნებული ვარ რომ საინტერესო დილაპარაკებო და ამიტომ ნახევარი წუთი დაგიმატეო, თორე სინამდვილეში 1 წუთზე მეც TikTok-ზე არავინ არაფერს არ უყურებსო. ეხლა წარმოიდგინეთ როგორი შოკის მომგვრელი არის ეს რეალობა ჩემი თაობისთვის, როცა ჩვენთვის აბსოლუტური ნორმა იყო 500 და 600 გვერდიანი და უფრო დიდი მოცულობის წიგნების კითხვა. ინტერესით კითხვა რაც მთავარია. პირადად ჩემი ხარკი ციფრული ეპოქის მიმართ ის არის, რომ უკვე დიდი ხანია წლების განმავლობაში მხატვრულ ლიტერატურას მხოლოდ ტელეფონით ვკითხულობ და 1000 გვერდიანი და უფრო დიდი მოცულობის წიგნებიც ტელეფონში წამიკითხავს. ეს ვიცი როგორ უნდა, ეს ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი წესია, მაგრამ აი ის კი ნამდვილად არ ვიცი, წუთნახევარში რა უნდა ვთქვა ისეთი, რომ ზოგადად საინტერესო იყოს, განსაკუთრებით ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით და მერე მით უმეტეს საინტერესო იყოს ახალგაზრდებისთვის. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ვფიქრობ ამ თემაზე, იქნებ რამეს მივაგნო. რა თქმა უნდა, მე-17 საუკუნეში, როცა დეკარტი ცხოვრობდა, ბევრად ადვილი იყო ფიქრიც, კონცენტრაციაც, იმიტომ რომ ბევრად უკეთესი პირობები იყო ამისთვის. თუმცა იმას კი ვერავინ უარყოფს, რომ გონების სრულყოფა დღესაც ისევე საჭიროა, როგორც მე-17 საუკუნეში იყო და ბევრად უფრო ადრეც. და შესაძლოა დღეს განსაკუთრებით საჭიროა და გეტყვით ჩემ აზრს რატომ. აი მაგალითად, რატომ აღმოჩნდა პროპაგანდა ასეთი ეფექტიანი ადამიანების გონებაზე ზემოქმედებისთვის, არა მარტო ჩვენთან ყველგან. ზუსტად იმიტომ, რომ აი ზედაპირული და გაუწაფავი გონება ადვილად იჯერებს იმას, რაც მისი აზრით სტაბილურ მდგომარეობას უნარჩუნებს. ოღონდ სტაბილურობა ისეთი უნდა, თებეს მეფე ოიდიპოს რო ქონდა. გამარჯვებული მეფე იყო, ხალხს ეზრუნავდა და ღმერთისგან სიკეთის გარდა არაფერს არ ელოდა. მაგრამ აი თებეში გაჩნდა ეპიდემია და მეფემ დაიწყო კვლევა, რატომ ისჯება ეს ხალხი, რატომ ისჯება თებე. და გაუჩნდა ეჭვი, გაყვა ამ ეჭვს ბოლომდე. ეხლა მე არ მინდა რომ გიამბოთ თავიდან ბოლომდე ოიდიპოსის შესახებ სოფოკლეს ტრაგედიის შინაარსი, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ამ ეჭვის კვლევის კვალდაკვალ საშინელ სიმართლემდე მიდიოდა ოიდიპოსი ნაბიჯ, მაგრამ ერთი წამით უკან არ დაუხევია და ბოლოს გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ თურმე მასშია პრობლემა, მის გამო ისჯება მისი ხალხი, რომ თურმე ის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი მამა მოკლა და საკუთარი დედა ცოლად შეირთო. ესე იგი, როდესაც ამ სიმართლემდე მივიდა, შემდეგ საკუთარ თავს ძალიან მძიმე განაჩენი თვითონ გამოუტანა, ორივე თვალი დაითხარა და მართლა ისე გამოვიდა, რომ დამნაშავეც თვითონ იყო, სხვერპლიც თვითონ იყო, ჯალათიც თვითონ იყო, მსაჯულიც თვითონ იყო. შემდეგ კიდე ბევრი ცუდი რამ მოყვა ამ ამბავს თებესთვის და ამიტომ მინდა ვთქვა, რომ როდესაც ადამიანებს გონიათ, რომ სტაბილურობას ინარჩუნებენ სიმართლეზე თვალის დახუჭვით, ეს სტაბილურობა ისეთივე სტაბილურობაა, როგორიც აყვავებულ თებეს ჰქონდა და რომელიც ძალიან მალე დაინგრა და
რა ვიცი, ნაცარტუტად იქცა. ამიტომ, როდესაც სტაბილურობა სიმართლე ემუქრება და უპირისპირდება, ზოგი თვალის დახუჭვას ირჩევს და ზოგი აგერ თვალის დათხრას ირჩევს, იმიტომ რომ სიმართლეს აქამდე მიყავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ვითომ სტაბილურობაც სინამდვილეში არაფერი კარგისკენ არ მიდის და მაინც მთელი მსოფლიოს კაცობრიობის გამოცდილება ამას გვეუბნება, რომ ბოლოს სიმართლე ჯობია ტყუილს. განუვითარებელი გონება კიდევ ერთი კუთხით არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. ეს ხომ ვთქვით, რომ პროპაგანდას ადვილად ექვემდებარება, მაგრამ არის მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი კუთხე, ეს არის ის, რომ განუვითარებელ გონებას არაფრის შექმნა არ შეუძლია და როდესაც ვამბობ, რომ არაფრის შექმნა არ შეუძლია, ვგულისხმობ როგორც მეცნიერებას, ასევე ვგულისხმობ ხელოვნებას, ლიტერატურას და ყველაფერს, რაც შემოქმედებას უკავშირდება. რამდენადაც ადამიანის ირგვლივ გარემოში წახალისებულია ფიქრი, მსჯელობა, კითხვის დასმა, პასუხის მოძიება, იმდენად შემოქმედებითია გარემო და პირიქით, თუ გონება ზედაპირზე ტივტივებს და აქეთ-იქით დარბის, მაშინ დგება ქვეყნის და საზოგადოების ცხოვრებაში ის ეტაპი, რომელსაც მე ბევრი წლის წინ გაპლასტმასება დავარქვი და რატომ? იმიტომ რომ ხედავდი, რომ იმის მაგივრად, რომ ადამიანებს ცოცხალი ყვავილები მოეყვანათ, გაეხარებინათ, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე აივნებზე ჩამწკრივებული იყო პლასტმასის ყვავილები და თითქოს აი ამ სილამაზეს, ვითომ სილამაზეს, უნდა მოეხიბლა ის უცხოელი სტუმრები, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე თბილის, მაგრამ ეს პლასტმასის ყვავილები სინამდვილეში ასახავდა იმ შინაარს, რაც იყო მაშინ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების რეალური შინაარსი. სადაც არ არის წახალისებული დისკუსია, არგუმენტების გაცვლა, კითხვების დასმა, იქ აუცილებლად კვდება სიცოცხლე და კვდება შემოქმედება. და აი დღეს რა დეგრადაციასაც ვხედავთ, როგორც მეცნიერების კუთხით, ისევე ხელოვნების სხვადასხვა დარგის კუთხით, იცით ამან სათავე სად აიღო? აი ამის სათავე დევს იქ, სადაც პოლიტიკოსებმა უარი თქვეს დებატებში მონაწილეობაზე. დღეს შეიძლება ძალიან მკაფიო არ იყოს კავშირი ამ ორ მოვლენას შორის, დებატების სივრცეების გაქრობა, საჯარო სივრცეების გაქრობა და დეგრადაცია შემოქმედების სხვადასხვა სფეროში, მაგრამ და შეიძლება არც დამიჯეროთ ახლა რომ ვამბობ, რომ ამათ შორის პირდაპირ კავშირია, მაგრამ მე ამაში ეჭვი არ მეპარება და შევეცდები ავხსნა რატო. შევეცდები ავხსნა აზროვნების ერთიან პროცესში, სად არის შემოქმედების ზონა. სკოლის მასწავლებლებმა ძალიან კარგად იციან რა არის ბლუმის ტაქსონომია. ეხლა ეს რთულად კი ჟღერს, მაგრამ ძალიან მარტივად აგიხსნით. ბენჯამინ ბლუმი იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, მე-20 საუკუნეში ცხოვრობდა და მან თქვა, რომ ადამიანის გონებას ახასიათებს 6 სააზროვნო დონე. აქედან პირველი 3 დონე არის დაბალი სააზროვნო დონე და მეორე 3 დონე არის მაღალი სააზროვნო დონე. პირველი დონე ქვემოდან მოვყვები არის ცოდნა, მერე გაგება და მერე გამოყენება. ცოდნა რას ნიშნავს? თუმცა მაგალითად ადამიანმა ზეპირად იცის რომელიმე ლექსი, ხო? ეხლა გაგება რას ნიშნავს? როცა ამ ლექსს თუთიყუშივით კი არ იმეორებს, არამედ ესმის რა წერია, შინაარსი ესმის, სიმბოლოების მნიშვნელობა და ასე შემდეგ. და გამოყენება კიდევ უფრო მაღალი დონის უნარი არის, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ამ ლექსიდან გარკვეული ფრაგმენტები აიღოს, რა კი ღამ მნიშვნელობა მისი ესმის კარგად და სადღაც თხზულებაში ჩასვას თავის სწორ ადგილას, ან და ვთქვათ ეს ლექსი იქ წაიკითხოს, სადაც პოეზია ფასდება და ასე შემდეგ. მაგრამ ეს 3 დონე, რომელზეც ვილაპარაკე, ეს არის ქვედა სააზროვნო დონეები და ზედა სააზროვნო დონეები არის ანალიზი, სინთეზი და შეფასება. ანალიზი არის ის პროცესი, როცა ადამიანს აინტერესებს შიგნიდან რაიმე საგანი ან მოვლენა და ამიტომ შლის მას შემადგენელ ნაწილებად და აი ამ დაშლილი ნაწილების გადახედვით თუ ანალიზით ცდილობს, რომ მთლიანობის არსი უფრო სწორად და კარგად აღიქვას. და ამას მოსდევს შემდეგ სინთეზი,
რომელიც პირდაპირ უკავშირდება შემოქმედებას. სინთეზი რა არის? ეს არის პროცესი, როდესაც ადამიანის გონება შეუძლია აი იმ მთლიანობიდან აიღოს სხვადასხვა ნაწილი, რომელიც მას სჭირდება და შექმნას ახალი რეალობა, ახალი პროდუქტი. იქნება ეს მეცნიერებაში თუ იქნება ეს სხვა რამ სფეროში, ის რაც უკვე არსებობს, ის რა გამოცდილებაც უკვე არსებობს, აი მასზე დაყრდნობით, როდესაც ადამიანი ქმნის რაღაც ახალს, აი ეს არის სინთეზის პროცესი. სინთეზის გარეშე მართლა არ არსებობს არანაირი შემოქმედება. ყველა მეცნიერს, ყველა ხელოვანს აქვს სინთეზური აზროვნება, მაგრამ სინთეზური აზროვნება არ არსებობს, სანამდე ადამიანის გონი არ გაივლის ყველა იმ ქვედა დონეს, რომელიც ჩამოვთვალეს სინთეზამდე და რომლის გაგრძელებაც არის შემდეგ სინთეზური აზროვნება. და აი ამიტომ არის რომ ფიქრი და ყურადღების კონცენტრაცია აუცილებელი არის იმისთვის, რომ ადამიანის გონებამ გაიაროს ის ეტაპები, რომელიც შემდეგ ჭირდება იმისთვის, რომ რაიმე ახალი შექმნას. დღეს ამით დავასრულებ რენე დეკარტის მართლა დამაფიქრებელი ციტატის კომენტარს. არ ვიცი რამდენად შევძელი გადმომეცა, რა გამოწვევის პირისპირ ვდგავართ და რა შედეგს ვიმკით, როდესაც უარს ვამბობთ ფიქრზე და ფიქრიდან გამომდინარე ყველა იმ ზედნაშენზე, რომელიც ფიქრის და კონცენტრაციის გარეშე არ მოგვეცემა არასდროს. ეხლა მინდა რომ ხვალამდე დაგემშვიდობოთ და კიდევ ერთხელ გთხოვოთ გადაცემის ბოლოს, რომ გამოიწეროთ ციტატა. ეს ისეთ საინტერესო თემა არის, რომ მგონი ამ თემას კიდევ დავუბრუნდები და ახლა კი დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.